დავით თენიაშვილის მიღწევათა ჩამონათვალს უკვე ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაემატა. სპორტსმენი ბაქოში გამართულ ჩემპიონატზე ტრაუმირებული მარცხენა ხელით წავიდა, თუმცა ამ პოზიციით მეორე, ხოლო მარჯვენა ხელით პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონის ტიტული თენიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, რუს სპორტსმენთან ბრძოლაში დაიმსახურა. პირველ რიგში უდიდესი სიხარულია ასე მოკლე ხანში გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის, იმიტომ რომ ბევრი შრომა დამჭირდა და პირველ რიგში მადლობა მერც მინდა გადავხადო და მე იმ ხალხს, ვინც გვერდში დამიდგა და დამიხმარა და გულშემატკივრებს და სპორტს აუცილებლად გავაგრძელებ, მომზადებ მსოფლიო ჩემპიონატისთვის და იმედი მაქვს იქაც ავაშკერებ საქართველოს იმს. ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თენიაშვილმა, დავით თენიაშვილმა. ბაქოში ძალიან ბევრი მონაწილე ყოფილა, დაახლოებით 500 მონაწილე და საქართველოს ამ დათოს გამარჯვებით და კიდევ ერთი ჩემპიონის გამარჯვებით, სულ ორი ოქროს მედალი გაკეთა და რამოდენიმე ვერცხლის და ბრინჯაოსი გავიდნენ გუნდურში მეორე ადგილზე. ღირსეულია ჩვენი კლუბისთვის, რომ დათოს ჩემპიონობამ საქართველოს ღირსეული გუნდური მეორე ადგილი მოუტანა. უდიდესი პერსპექტიული პიროვნებაა როგორც სპორტსმენი. ეხლა ივნისის ბოლოს არის კიდე ღია ჩემპიონატი თბილისის. იქ გამარჯვებული უკვე მსოფლიოზე მიდის და კიდევ ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად მოხდება მსოფლიო ჩემპიონატზე და კიდე გვასახელებს. სპორტის განვითარების ცენტრმა გამარჯვებული თასითა და პრემიით, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ევროპის პირველი ნომერი მკლავჭიდში მალე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას.